არაფორმალური განათლების ქსელი საქართველოში ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით დავიწყეთ და რა თქმა უნდა კახეთი არის მოწინავე და ახალგაზრდებმა გაიარეს კონკურსი ძალიან წარმატებულად. ჩვენ უკვე შევკრიბეთ ის ყველა ახალგაზრდა, რომელიც კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა და ისინი, ვინც იყვნენ სიღნაღიდან, დედოფლის წყაროდან, საგარეჯოდან, გურჯაანიდან, ახლა უკვე არიან ინიციატივებით დახონძლულები და ემზადებიან იმისათვის, რომ ადგილზე საკუთარ მუნიციპალიტეტებში გახსნან უკვე საკუთარი თემების, ინტერესების მიხედვით კლუბები სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ როგორც ახალგაზრდა ლიდერები ისინი ჩამოყალიბდნენ მაქსიმალურად სრულფასოვნად. ჩემთვის ძალიან პროდუქტიული იყო ის ტრენინგ კურსის დღეები, რადგან ამ დღეებმა ჩამოყალიბა მე ყველა ის საჭირო უნარჩვევა, რომელიც უნდა ჰქონდეს ლიდერს, რომელიც შემდგომ უკვე მოახერხებს საკუთარი ცნობიერების დემონსტრირებას იმ დაინტერესებული ახალგაზრდების წინაშე, რომლებსაც ექნება სურვილი ჩაერთონ ჩვენს მიერ დაგეგმილ ძალიან საინტერესო და ორიგინალურ პროექტებში და გაიგონ უფრო მეტი იმის შესახებ, რაზეც თვითონ აქვს სურვილი.